რეგიონი, რომელიც უძველესი დროიდან ქართულ-სომხური მეგობრობის კერა იყო, 1918 წელს ორ მოძმე ხალხს შორის დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა. მეზობელთა ტერიტორიული პრობლემები ახალი დამოუკიდებელი რესპუბლიკების შექმნასთან ერთად წარმოიშვა. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ სომხეთის მმართველი პარტია დაშნაკ ციუთუნი გახდა. მისი მთავარი სამოქმედო პროგრამა კი დიდი სომხეთის შექმნის ამბიციური იდეის განხორციელება იყო. საუკუნოვანი მეზობლობის ისტორიაში ორივე ხალხმა ტრაგიკული შეცდომა დაუშვა და ძმათა შორის სისხლის მღვრელი ომი დაიწყო. წლის 9 დეკემბერი სომხეთის ჯარები ბორჩალოს მაზრაში შეიჭრა. ქართულმა ჯარმა და სახალხო გვარდიამ ბრძოლებით მდინარე ხრამამდე დაიხია. სომხეთის მთავრობამ ნოე ჟორდანიასაგან ულტიმატუმის ფორმით თბილისისა და გორის ჩათვლით ტერიტორიის დაცვა მოითხოვა. უფრო ზუსტად 1918 წლის დეკემბერში ომის დაწყების წინ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსაგან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო ოფიციალური ტელეგრამა დიპლომატიური არხით, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ სომხეთის მთავრობა ითხოვს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ დაცალოს საქართველოს ტერიტორია გორის ჩათვლით. ესე იგი, საქართველოს სომხეთის საზღვრიდან დაწყებული გორის ჩათვლით. რა თქმა უნდა, აქ შედიოდა თბილისი, მცხეთა და სხვა ტერიტორიები, ყველაფერი გორის ჩათვლით. 16 დეკემბერს ნოე ჟორდანია პარლამენტის ფრაქციებს შეხვდა და ფრონტზე შექმნილი ვითარება გააცნო. პარლამენტმა მოიწონა მთავრობის პოზიცია სომხეთის აგრესიის სამხედრო საშუალებით აღკვეთის შესახებ. მეორე დღეს ცნობილი ხდება, რომ სომხების რკალში მომწყდელმა ქართველმა მესაზღვრეებმა მტრის ალყის გარღვევა შესძლეს და სამშვიდობოს გამოვიდნენ, თუმცა ტყვედაყვანილი 5 ქართველი მესაზღვრე სომხეთში უკვე დახვრიტეს. ქვეყანაში მობილიზაცია გამოცხადდა. 1892-95 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებს ჯარში იწვევენ. მთავრობა მოსახლეობას სახალხო რაზმების შექმნისაკენ მოუწოდებს. მათ სტრატეგიულ ობიექტებზე, ხიდებსა და მაგისტრალურ გზებზე კონტროლი უნდა გააძლიერონ. 18 დეკემბრის 5 საათზე დაშნაკური მთავრობის სამხედრო ნაწილებმა ისარგებლეს რა ნისლიანი ამინდით მთებიდან დაეშვნენ და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეუტიეს. რამდენიმე საათიანი ბრძოლების შემდეგ სომხეთმა უკან დაიხია. 37 კაცი ტყვედ ჩავარდა. მათ შორის 2 ოფიცერია, ერთი ეროვნებით რუსი, გვარად ერკომსკი. იმავე დღეს დედაქალაქში სადახლოსა და მამაიში აყვანილი 60 ტყვე ჩამოიყვანეს. ისინი მეოთხე პოლკის ჯარისკაცები არიან. პოლკს კი თბილისელი სომეხი პოლკოვნიკი მირიმანოვი ხელმძღვანელობს. სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი მოწოდებას უგზავნის გორის, ხაშურის, ქუთაისის, შორაპნის, სამტრედიის, თელავის, სიღნაღის, სართიჭალის სახალხო გვარდიის შტაბებს. მოწოდებიდან ცნობილი ხდება, რომ ქვეყნის შიგნით აჯანყებების ტალღა მიფეთქა. სომხური შეიარაღებული ძალების თავდასხმით ზურგამაგრებულმა დესტრუქციულმა ძალებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და აჯანყდა. მოწოდებაში ნათქვამია: ძმურ სოლიდარობის მაგიერ სისხლში ჩავახჩეს. თავისუფლების მაგიერ მონობა შეგვთავაზეს. მოთმინების ფიალა აივსო.
ქართული საზოგადოების განწყობილება იყო ძალიან უარყოფითი, ხოლო თბილისელი სომხების განწყობილება იყო ის, რომ ისინი ომს უჭერდნენ ხარს. პრაქტიკულად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საგანგებო რაზმმა ჩაატარა ჩხრეკები და თბილისელი სომხების ბინებიდან ამოიღო უამრავი იარაღი, ინგლისური წარმოებისა შაშხანები და ტყვიამფრქვევები. არ იყო გამორიცხული, როგორც ამას ვარაუდობდა ზოგიერთი მაშინდელი პოლიტიკური მოღვაწე, რომ თბილისში მზადდებოდა დიდი ამბოხება. მაგალითად, ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეს შაულ მაღლაკელიძეს სიკვდილამდე სჯეროდა, რომ ამბოხება მზადდებოდა და მას მისამართებიც კი ჰქონდა, სად დაიწყებოდა გამოსვლა, მაგრამ თბილისი მაშინ დიდი ხოცვაჟლეტისაგან იხსნა იმან, რომ ქართველი ოფიცრები კახეთში იყვნენ გაგზავნილი ჯარის შესაკრებად და 500 კახელი ცხენოსანი შემოვიდა თბილისში და სომხები შეშინდნენ და ვეღარაფერი ვეღარ გაბედეს ამის შემდეგ. მერე ომიც მალე დამთავრდა. მორჩალოს სომხობა ხელისუფლებას დაუპირისპირდა. მათ სადახლოში მოქმედ ქართულ რაზმს ზურგიდან დაარტყეს. თბილისმა აჯანყება სასტიკად ჩაახშო და სეპარატისტული მოსახლეობის ტერიტორიებიდან აღარა დაიწყო. დეკემბერს დივერსიული აქტები სულ უფრო მასშტაბური ხდება. უცნობმა პირებმა ძეგვის ხიდი ააფეთქეს, რითაც საქართველოს არმიის ზურგს მომარაგების პრობლემები შეუქმნეს. დეკემბერს საქართველოს სახალხო რაზმები ალავერტს გასცდნენ და სომხებით დასახლებული ორი სოფელი დაიკავეს. ეროვნული გვარდია სოფელ ვორონცოვკაში შევიდა. ახალქალაქის მისადგომებთან წარმატებით იბრძვის გენერალ მაყაშვილის საჯარისო ნაწილები. მთავრობა შემდეგი შინაარსის მოწოდებას ავრცელებს. მახვილი აღმართულია. ვერაკ მტრის თავდასხმას ჩვენი ჯარი მამაცურად იგერიებს. მომზადებული და ყველაფრის გათვალისწინებულ მტერს ჩვენ მხრივ მოუმზადებელი მოწინააღმდეგე ხდება. მდგომარეობა უსწოროა, მაგრამ რაინდობაც ამ უსწორობისათვის არის საჭირო. უკანასკნელი ცნობების სიამაყით აავსებს ყოველი ქართველის გულს. სადახლოსაკენ ჩვენმა ჯარმა გმირულად უკუაქცია სომხები და ალავერდის იქით ორი სოფელი დაიკავა. გენერალმა მაყაშვილმა ახალქალაქის რაზმი გასწმენდა. პირველ დამარცხებად გმირული გამარჯვება ისწვია. იმავე დღეს პარლამენტიდან საქართველოს მოსახლეობას რესპუბლიკის მეთაურმა ნოე ჟორდანიამ მიმართა. მიმართვაში ნათქვამია. დაშნაქციო თუნის მთავრობა მალულად ჩუმად ჩვენ საქართველოს რესპუბლიკას თავს დაესხა. ეხლა ირკვევა აშკარად, რომ მან ან მისმა აგენტებმა ჯერ მოატყუეს სომხური სოფლები აჯანყებით, შემდეგ ეს თითზე დაიხვიეს და თავისი რეგულარული ჯარები ჩვენ საზღვრებში შემოიყვანეს. ამით ის სომხეთის მთავრობამ დაარღვია საუკუნეებრივ შემუშავებული კეთილმეზობლური განწყობილება. მან ლახვარი ჩასცა როგორც ქართული, ისე სომხის ხალხის ისტორიულ ტრადიციას. არარატის მთავრობა კი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სახალხო მოძრაობად აფასებს. ოფიციალური გამოცემა აშხატავორი სოფელ სანაინში ქართველი ჯარისკაცების დახოცვას სახალხო აჯანყებას უწოდებს. ეს იყო საპროტესტო გამოსვლების ტალღა და მასში სომხეთის მთავრობა არ ერეოდა, მაგრამ როცა ქართველმა ჯარმა შეავიწროვა და შეაწუხა ადგილობრივი სომხობა, სომხეთის მთავრობა დაეხმარა მას. დაიბრუნა უკან უსამართლო წართმეული ტერიტორია და ჩვენ ამ საქციელში ვერ ვხედავთ ვერაფერს, რასაც შეიძლებოდეს მოღალატეობის და მუხანათური თავდასხმის სახელი ვუწოდოთ, როგორც ამას საქართველოს მთავრობას ჩადისო.
ნათქვამია აშხატავორში. 22 დეკემბერს ფრონტის წინა ხაზზე მთელი ღამე სიმშვიდე იყო. საქართველოში მცხოვრებმა სომხებმა საიდუმლო მობილიზაცია დაიწყეს. ჯარში გასაწვევ ახალგაზრდებს პირდაპირ სომხეთში გზავნიან. 23 დეკემბერს სომხეთის რესპუბლიკის ყველა ახალგაზრდა ქვეშემდომი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს, მთავრობის განკარგულებით სამხედრო ტყვეებად გამოცხადდა. დეკემბერს მთელი დღე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა. არარატის რესპუბლიკის სამხედრო ქვედანაყოფებმა ძლიერი კონტრშეტევა დაიწყეს, რომელთაც ზურგს ადგილობრივი სომხური მოსახლეობა უმაგრებდა, მათ მწყობრიდან ტელეგრაფი და რკინიგზა გამოიყვანეს. გენერალ მამაყაშვილმა ახალქალაქის ოკუპირებული მაზრის განთავისუფლება დაასრულა. ხუდადოვის ბაღში საძმო სასაფლაოზე 19 დეკემბერს ბრძოლის ველზე დაღუპული 32 ქართველი იუნკერი დაასაფლავეს. 32-ვე ქართველი ახალგაზრდა აი აქ შემოასვენეს. მაშინ კუკიაზე ძმათა სასაფლაო სახელდახელოდ მოეწყო. დაკრძალვის ცერემონიას, რომელსაც მთავრობაც დაესწრო, საკმაოდ ამაღელვებელი გამოდგა, რადგან დაღუპულთა შორის ყველაზე უფროსი სასაკი 25 წელი გახლდათ. 32 ქართველი ვაჟკაცის საფლავიდან დღეს მხოლოდ ერთი შემორჩა. ისიც სახეცვლილი და დამახინჯებული. აი სწორედ ეს საფლავი და მე ვეცდები სწორედ ეპიტაფია წაგაკითხოთ. თუ ეპიტაფიას კარგად დააკვირდებით, შემდეგ სახეცვლას შენიშნავთ. მას დედის ძუძუ ტკბილი შხამადად შერგებია, მამულისათვის სიკვდილი, ვისაც დაზარებია. შემდეგ სიტყვები ამოშლილია და ასეთნაირად გრძელდება. ბრძოლის დროს გმირულად დაღუპული მესამე კურსის სტუდენტი მიხეილ იოანესძე დარბაისელ დავითაშვილი. დაბადების წლად 1896, გარდაცვალებად კი 19 დეკემბერი 1918 წელია მითითებული. ვიღაცას სიტყვები სომხებთან ბრძოლის დროს საგანგებოდ ამოუშლია. დეკემბერს ფრონტის ხაზზე წასასვლელად თბილისის თელავის საგუბერნიო ბატალიონი ეწვია. სომხეთის ელჩმა საქართველოს დედაქალაქი დატოვა. საგანგებო რაზმმა 50 სომეხი შეიპყრო, მათ მოხალისეთა საიდუმლო რაზმების შედგენა ბრალდებათ. დაპატიმრებულთა შორის არიან გენერალი ხაჩატუროვი, პოლკოვნიკი დოლეხანოვი და არქიმანდრიტი ბენიკი. დეკემბერს ომში წასასვლელად თბილისში გორიდან 500 კაციანი რაზმი ჩამოვიდა. მას მოჰყვა რაჭველთა და ლეჩხუმელთა 3000 კაციანი ლაშქარი. აღლუმს თავად ჟორდანია იბარებს. რაზმის მეთაურს დვალს შოთა რუსთაველის დროშა უკავია, რომელზეც ოქროსფერი ასოებით წერია: სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილის სახელოვანი. 27 დეკემბერს გვარდიის უფროსმა ვალიკო ჯუღელმა შულავერის მახლობები დაიკავა. ქიზიყის, ხევსურეთის, ზუგდიდის, მესტიის ბატალიონები თბილისში გამართული აღლუმის შემდეგ პირდაპირ ბრძოლის ველზე მიდიან. 28 დეკემბერს მთავრობის განკარგულებით მოხალისეთა ახალი რაზმების შედგენა დაიწყო. ყველა მოხალისეს უნარჩუნდება სამსახური, დაღუპვის შემთხვევაში კი მათ ოჯახებს პენსია ენიშნება.
ეკატერინენფელდის მიმართულებით სასტიკი ბრძოლები წარმოებს. 29 დეკემბერს ქართული ჯარი შულავერს იბრუნებს, მტერი დიდი ზარალითა და ბრძოლით უკან იხევს. ტყვედ ჩავარდა 100 სომეხი ჯარისკაცი და 7 ოფიცერი, ასევე 4 ზარბაზანი, 15 ტყვიამფრქვევი, რამდენიმე საარტილერიო საწყობი და მრავალი საომარი მანქანა. 30 დეკემბერს შულავერის აღების შემდეგ ქართული არმიის სარდლობას ადგილობრივი მოსახლეობის დელეგაციამ პატიებას თხოვა. დაპატიმრებულია 7 სომეხი ოფიცერი, მოკლულია მათი 106 ჯარისკაცი, გამოხებულია 4 ზარბაზანი და 15 ცეცხლმსროლელი. დეკემბერს ქართული არმია ღრმად შეიჭრა სომხეთის ტერიტორიაზე. სოფელ ვორონცოვკას 20 ვერსით გასცდა. არარატის მთავრობა პანიკაშია. იგი ერევნის თავდაცვისათვის ემზადება. ომის ბოლო დღეები, აქტიურად 27-29-30 დეკემბერი სომხეთის ჯარი გარბის უკან მოუხედავად. რომ ინგლისელები არ ყოფილიყვნენ აქ, სომხებს ერევნის დატოვებაც მოუხდებოდა. ჯარი არ ყავდათ პრაქტიკულად მათ. ჩვენი ჯარიც არ იყო ძალიან ძლიერი, მაგრამ ათითავით მაღლა იდგა სომხების ჯარს. ინგლისელებმა კატეგორიული ფორმით მოითხოვეს, რომ 31 დეკემბერს 12 საათზე შეწყდება საომარი მოქმედებები და პრაქტიკულად ჩვენი ჯარი შეაჩერეს საზღვარს. 6 იანვარი საქართველოს პარლამენტმა დროებითი ზავის პირობები მიიღო. ფოთიდან თბილისში 600 ინგლისელი ჯარისკაცი ჩამოვიდა. ინგლისელთა დელეგაციის ხელმძღვანელის პოლკოვნიკ ჯორდანოს მოთხოვნით ლორე ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა. ეს ომი განიხილებოდა როგორც ტრადიციული საქართველოსა და სომხეთის სასაზღვრო დავის გაგრძელება და რაღაც ეტაპი ამ სასაზღვრო დავისა, რა თქმა უნდა, ესეც იყო, მაგრამ უფრო ზუსტად რომ თქვათ, სომხების მისწრაფებას ხელში ჩაეგდოთ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი მაინც თუ გორამდე არა, რაღაც ნაწილი მაინც კარგად აუღეს ალღო ინგლისელებმა. ამ დროს 1918 წლის 11 ნოემბერს გერმანია დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში. საქართველოში მდგარი გერმანული დივიზია, ბავარიის დივიზია გადიოდა საქართველოდან. ინგლისმა ამ დღიდან დაიწყო ანტიქართული ქმედებები. სომხებმა ინგლისის დაზვერვის მითითებით სცადეს ძეგვის ხიდის აფეთქება, რომ ბავარიის დივიზია კალყაში მოხვედრილიყო, მაგრამ სამწუხაროდ საბედნიეროდ ხიდი არ აფეთქდა და დივიზია საქართველოდან გავიდა უვნებლად. ინგლისი ცდილობს, რომ საქართველო დასაჯოს პროგერმანული ორიენტაციისათვის, რომელიც ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ აირჩია 1918 წლის მაისში. სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის კაზანჩუკის საქართველოზე მოულოდნელი თავდასხმის მიზანი თბილისის ალყაში მოქცევა და მისი აღება იყო. ომის დაწყებამდე დაშნაკებს ბამბაკისა და ბეუბდალის ქედები, ლორის მინდვრების მცირე ნაწილი მდინარე ყარაყალისის და კამენკას მარჯვენა ნაპირი ეკავათ. ზედ სახელმწიფო საზღვარზე მოდერნიზებული იყო ჯელალ ოღლის, გერგერისა და ყარაყალისის სამხედრო ბაზები. ქართველები უშუალოდ საზღვარს არ აკონტროლებდნენ. ისინი 25 ვერსის მოშორებით სოფელ ვორონცოვსა და პრივოლნოიში იდგნენ. სწორედ ამიტომ 9 დეკემბერს არარატის რესპუბლიკის სამხედრო ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად შემოდიან და ქართველი მესაზღვრეების მცირე რაზმებს სანაირთან ანადგურებენ.
სომხებმა ერთი ხელის დაკვირვით დაიპყრეს ლელვარ ლორის ქედი და 60 დღეში ოფრეთის შულავერის გზით ხოჯორნის სადახლო და სოფელი სიონი დაიკავეს. არარატის მთავრობის სამხედრო ნაწილები საქართველოს დედაქალაქს სამი მხრიდან შემოარტყა. ბრძოლები თბილისიდან 60 ვერსის დაშორებით მიმდინარეობდა. პირველმა ჯგუფმა სადახლოს დაარტყა და ელვისებურად წინ წაიწია, თუმცა მალე საქართველოს სახალხო რაზმების მძლავრ წინააღმდეგობა შეხვდა. მეორე ჯგუფი მაშავერის ხეობით გერმანელთა ახალშენს ეკატერინენფელდს მიადგა, თუმცა საქართველოს გვარდიასთან ბრძოლაში დამარცხდა. რადგან დედაქალაქზე მიმავალი მეორე გზაც სომხებისათვის დაკეტილი აღმოჩნდა, მაშინ მათ ადგილობრივი სომხების დახმარებით მანგლისიდან სცადეს თბილისზე იერიშის მიტანა, თუმცა ეს გეგმაც ჩაიშალა. დაშნაკების მესამე ჯგუფი ჯავახეთში შემოიჭრა, მაგრამ სოფელ ტროიცკოესთან გენერალ მაყაშვილის სამხედრო ნაწილებთან მოუწია შეჯახება. არარატის სამხედრო ძალებმა რამდენიმე დღეში უკან დახევა დაიწყეს. დაშნაკების თავდასხმა მალე თავდაცვა იქცა. სომხეთ-საქართველოს ომის ამსახველი უნიკალური ქრონიკა საქართველოს ტელევიზიის ისტორიაში პირველად იქნა ნაჩვენები. მიზანი ერთადერთია. ჩვენმა ხალხებმა ამ ტრაგიკული ომის მაგალითზე კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს, რომ მოწმე ერებს შორის ომში გამარჯვებული არ არსებობს. Вот я хочу упомянуть слова нашего полководца Андроника, который в апреле 19 года с Ованесом Туманяном, когда встречался с Гегечкори в Тбилиси, знаете, какие слова он сказал? Когда Гегечкори ему спросил, может быть, армянский полководец Андроник скажет, кто виноват в армяно-грузинском конфликте в 18 году. Знаете, что он ответил? Сказал, я не хочу найти конкретных виновников, но я знаю, что мы, армяне и вы, грузины, не знаете простую истину. Если утром будут похороны армян, вечером будут похоронить грузин. Если вечером похоронят армян, черед грузин придет утром. Это историческая истина, и мы должны это учесть.